ვითარებას ართულებდა ისიც, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა, პირველად როგორც რეფერენდუმის ჩატარებას, ასევე ადგილობრივ. აი აქ რგვალი მაგიდის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც რეფერენდუმთან დაკავშირებით დადგა ხელისუფლების და რეფერენდუმისთვის ხელშეწყობა ამ პარტიების უმრავლესობამ, ასე ვთქვათ, თავის ამოცანადაც დაისახა. ვითარება აღმოჩნდა ისეთი, რომ როგორც ამ პარტიამ, ყველა პარტიამ საკმაოდ კარგად იმუშავა ამისათვის და ისიც აღმოჩნდა, რომ აი ეს რისაც გვეშინოდა, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა შეიძლება არ დაუჭირონ მხარი დამოუკიდებლობის აღდგენას, ეს შიში მომეტებული იყო. აი საჩვენა რეფერენდუმის შედეგი. მე შემიძლია გითხრათ ზუსტი მონაცემი და მან საინტერესო რა არის, იცით? ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბოლნისი, დმანისი, წალკის რაიონები მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა, ვიდრე ეს იყო, თქვათ, მთელ რიგ ქართულ რაიონებში. ეხლა შემიძლია აი ზუსტად გითხრათ რიცხვი, თქვათ, აფხაზეთში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61%-ზე მეტ. აბსოლუტურად ინტერესოა, მაგალითად, აფხაზეთის ცალკე მონაცემი მაგ 61%-დან აფხაზეთში რეფერენდუმის მომხრემოწინააღმდეგე როგორ გადანაწილდა? აი მაგას ვამბობ ახლა. 61%-ზე მეტმა მიიღო და კენჭისყრის მონაწილეთა თითქმის 98%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის. ეს არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59.8%. არავის აღარ უნდა და სამჯდა